კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერშია კურიერის ამ საათზე ახალ ამბებს ანუკა ბუავა გაგაცნობთ. რამდენიმე საათი ამერიკის 47-მე პრეზიდენტის ინაუგურაციამდე მთელი მსოფლიო დონალდ ტრამპის ფიცის მოლოდინშია. ახლა ვაშინგტონში ცერემონიის ბოლო სამზადისი მიმდინარეობს. ამერიკის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას 200,000-ზე მეტი ადამიანი დაესწრება. ვაშინგტონში უკვე ჩაფრინდა თავად დონალდ ტრამპი, რომელიც დღეს მხარდამჭერებს შეხვდება და პოსტსაინაუგურაციო ღონისძიებას დაესწრება. მთავარი ცერემონია კი ხვალ ცუდი ამინდის გამო კონგრესის შენობაში გაიმართება. ტრამპი ფიცს ამერიკის დროით 12 საათზე დადებს, ამის შემდეგ კი ამერიკის 47-მე პრეზიდენტი საინაუგურაციო სიტყვას წარმოთქვამს. ისრაელსა და ჰამას შორის შეთანხმების შესახებ ამერიკის არჩეულ პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ისრაელი იტოვებს უფლებას დაუბრუნდეს საბრძოლო მოქმედებებს, თუ მეორე ეტაპის მოლაპარაკებები ჰამასთან უშედეგოდ დასრულდება. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ამ იდეას ემხრობიან ამერიკის მოქმედი და არჩეული პრეზიდენტები. თავად დონალდ ტრამპი კი ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე აცხადებს, რომ ჯოჯოხეთი დაატრიალდება, თუ მხარეები შეთანხმებას არ შეასრულებენ. შეთანხმება არის ისრაელის თანამშრომლობის შედეგი ბაიდენის ადმინისტრაციასთან და ტრამპის მომავალ ადმინისტრაციასთან. მისი არჩევისთანავე პრეზიდენტმა ტრამპმა ძევლების გათავისუფლების ვალდებულება აიღო. მან დამირეკა მიესალმა შეთანხმებას და ხაზი გაუსვა, რომ გარიგების პირველი ეტაპი არის დროებითი ზავი. სწორედ ასე თქვა მან, დროებითი ზავი, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა, ისე პრეზიდენტმა ბაიდენმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ისრაელის უფლებას, დაუბრუნდეს საბრძოლო მოქმედებებს. თუ ისრაელი მივა დასკვნამდე, რომ მეორე ეტაპის მოლაპარაკებები უშედეგოა. მე ამას ძალიან ვაფასებ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კვლავ უნდა მოიპოვოს პატივისცემა და ეს სწრაფად უნდა მოხდეს. ისინი თუ პატივს ცემენ, ჩვენს ქვეყანას შეთანხმება შესრულდება, თუ არა ჯოჯოხეთი დატრიალდება. ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა. ზავი ადგილობრივი დროით 11 საათსა და 15 წუთზე ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს. პროცესი კი თითქმის 3 საათით გადაიდო, რადგან ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში აღნიშნეს, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ დაიწყებოდა, ვიდრე ისრაელი ჰამასის მიერ გასათავისუფლებელი მძევლების სიას არ მიიღებდა. ჰამასმა კი ტელეგრამზე იმ სამი მძევალი ქალის ვინაობა გაასაჯაროა, რომლებიც მათი თქმით პირველები გათავისუფლდებიან. მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში კი სიის მიწოდების დაგვიანება ტექნიკური მიზეზებით ახსნა. ისრაელის მხარის მიერ გამოქვეყნებული სიის თანახმად პირველი ფაზის ფარგლებში გათავისუფლდებიან 7 ოქტომბერს აყვანილი ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე ხანდაზმული მძევლები. ამ შეთანხმების გამო თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა და გადადგომის წერილში შეთანხმების პირობებს ტერორიზმის სრული გამარჯვება უწოდა. თქვა, რომ მთავრობის დასამხობად მუშაობას არ აპირებს. თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებები დაწერეს ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერებმაც. სამხრეთ ლიბანიდან ისრაელის ძალების გაყვანა აუცილებელია. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ლიბანში ვიზიტის დასასრულს ისაუბრა. ანტონიო გუტიერეშის თქმით, ლიბანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს. ბეირუთში გამართულ პრესკონფერენციაზე გუტიერეშს ღაზაში ზავის შესახებაც კითხეს. გაეროს გენერალური მდივნის თქმით, ღაზაში სიტუაცია კვლავ უკიდურესად რთულია. ახლა აუცილებელია ისრაელის თავდაცვის ძალების გაყვანა ლიბანის ტერიტორიიდან და ლიბანის შეიარაღებული ძალების განლაგება სამხრეთ ნაწილში შეთანხმებულ ვადებში. გარდა ამისა, ლიბანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს. პირველი დღიდან ვითხოვდით ცეცხლის შეწყვეტას ღაზაში, მძევლების უპირობო გათავისუფლებას და ჰუმანიტარული დახმარების ღია წვდომას ღაზის მოსახლეობისთვის. მტკიცეთ მჯერა, რომ ხვალ დავიწყებთ ამ 3 მიზნით. აღარ იქნება ბრძოლები, ჰუმანიტარულ დახმარებას ექნება გაადვილებული წვდომა და დაიწყება მძევლების გათავისუფლება. ნათელია, რომ სიტუაცია ღაზაში კვლავ უკიდურესად რთულია და ეფექტური განაწილებისთვის ბევრი სირთულე რჩება. ომი გრძელდება უკრაინაში. ოკუპანტებმა იერიში ზაპოროჟიეზე მიიტანეს არაკეტო თავდასხმის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ადმინისტრაციული შენობა და ავტომობილები. მედიის ინფორმაციით ნანგრევებიდან ერთი დაღუპული ამოიყვანეს, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათი ნაწილი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სარაკეტო დარტყმა განხორციელდა კიევზეც. ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით ნამსხვრევების გატანა დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
после ракетного удара по Киеву. კიევზე სარაკეტო დარტყმის შემდეგ ნამსხვრევების გატანა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. საპოროჟიაში სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ნანგრევებში ერთ ადამიანს ეძებენ. მადლობელი ვარ ყველა ექიმის, სასწრაფო დახმარების სახელმწიფო თანამშრომლის, მუნიციპალური სამსახურებისა და ჩვენი პოლიციის თანამშრომლების, რომლებიც ჩართულნი არიან სამაშველო სამუშაოებში. ამ რაკეტებმა არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჩვენ მუდმივად მუშაობთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის მეტი სისტემის უზრუნველსაყოფად. თანამედროვე სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ ამ ტიპის ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება. მადლობელი ვარ ყველა ჩვენი პარტნიორის, ვინც მხარს გვიჭერს ამ ძალისხმევაში. ჩვენი გრძელვადიანი შესაძლებლობები სიცოცხლის დასაცავად ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. დღეს უკრაინის სამართალდამცავმა უწყებებმა ძალიან კარგად იმუშავეს. თემქის პოლიციასთან დაკავებული 6 პირის ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს. საგამოძიებო უწყება ერთ დაკავებულს. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას 5 კი ნიღბის მოხსნაზე სამართალდამცველების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. ხვალვე სასამართლო იმსჯელებს კიდევ 2 პირის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, ორივე მათგანი თბილისის ქუჩებში აიყვანეს. გასული ღამის განმავლობაში და დღეს დაკავებული პირები სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოინახულეს. საუბარია სულ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 9 პირზე. ომბუდსმენის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დაკავებულთა ნაწილი პოლიციის მხრიდან არაეთიკურ მიმართვასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებდა, 2 მათგანმა კი პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებასა და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადა. სახალხო დამცველის აპარატმა შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახალხო დამცველი უკვე გამოეხმაურა პირბადეების ტარების აკრძალვის რეგულაციას და განმარტა, რომ მართალია მსგავს შეზღუდვას ბევრი დასავლური ქვეყანა იცნობს. უმრავლეს შემთხვევაში, როგორც ამ ქვეყნების კანონმდებლობა, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს, რომ ეს აკრძალვა არ არის უპირობო და ბლანკეტური. მნიშვნელოვანია კანონმდებლობა იცავდეს ბალანსს გამოხატვის თავისუფლებასა და უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის, აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა. სამების საკათედრო ტაძარში კი ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მიტროპოლიტმა შიო მაღავლინა. შესრულდა წყალკურთხევის რიტუალი. ნათლისღების დღესასწაული ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. ის მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლობას უკავშირდება. ამ დღიდან იღებს სათავეს პირველი საეკლესიო საიდუმლო ნათლობის წესი. ნათლობას ღვთის გამოცხადების დღესასწაულსაც უწოდებენ. სახარების მიხედვით სწორედ ამ დღეს გამოვლინდა სამება სრული სახით. საქართველოს კათოლიკოს პატარებთან ერთად მოვდივართ, ვაზიაროთ და განსაკუთრებით ნათლიები მოდიან, რომ თავისი ნათლულებს მიაღებინონ ქრისტეს სისხლით და ხორცს. მრავალს დაესწარით, გილოცავთ ყველას. მინდა ყველას მოგილოცოთ ეს ულამაზესი დღესასწაული ნათლისღება. ნათლისღება ეს არის დღესასწაული, როდესაც იესო ქრისტემ ნათლი მიიღო იოანე ნათლისმცემლისგან მდინარე იორდანეში და წყალი ხრწნილებისაგან გაწმინდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის. ნაკურთხი წყალი ყველას მიგვაქვს ეკლესიიდან. ყველა ოჯახში წლიდან წლამდე ინახება და ყველა ოჯახში უნდა როგორც შევალთ ეგრევე ყველა ოჯახში უნდა მოისხას დღევანდელი ნაკურთხი წყალი. დღევანდელ დღეს გილოცავთ სრულიად საქართველოს შეეწიოს დღევანდელი დღის ძალა და მადლი ფარადოს ჩვენს ქვეყანას დედა ღვთისმშობელი. თავად მაცხოვარი ჩვენი უფალი იესო ქრისტე, რომელსაც დაარსა ეს მაცხოვრებელი საიდუმლო ნათლისღებისა. თავად მოინათლა, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ესაჭიროებოდა ნათლობა. ამით ჩვენ გვაჩვენა თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ პროცესს, ამ საიდუმლოს, ამ ნათლობას ჩვენი ცხოვრებისათვის. როცა მან თქვა შემდეგი სიტყვები, რომ ჩვენი სესრეთ რათა აღვასრულოთ ჩვენ ყოველი სიმართლე, ამ სიტყვებში იგულისხმება, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა უდიდესი ნათლობისა, რომლის გარეშე ნათლისღების საიდუმლოს გარეშე ადამიანი ვერ შეიარებს დედა ეკლესიის კარებს.
ციფრული ჯანდაცვის სექტორის გაძლიერება აზიის განვითარების ბანკის, კორეის მთავრობის მხარდაჭერითა და ფონდ კურაციოს ორგანიზებით ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კორეელმა ექსპერტებმა საკუთარი გამოცდილება ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებსა და სომხეთის დელეგაციის წევრებს გაუსიარეს. მთავარი თემა ინოვაციური მიდგომების გამოყენებით ჯანდაცვის სისტემების გაძლიერება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება იყო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ციფრული ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისა ციფრული გადაწყვეტილებების მიღებას. შეხვედრა მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის, სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ეფექტურობის გაზრდისთვის. შეხვედრას ასევე ესწრებოდა დელეგაცია სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროსგან და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს რეგიონალური თანამშრომლობის მნიშვნელობას ამ მიმართულებით. ძალზედ მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მივიღოთ ახალი ცოდნა არა მხოლოდ ჩვენი პარტნიორი ქართველი კოლეგებისგან, არამედ სხვა ქვეყნებისგანაც. ჩვენ ვაფასებთ იმას, რომ მოგვეცა ამ კონფერენციაზე დასწრების შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ, გაუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს გამოწვევებს, ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრობლემის გადაჭრის გზებსა და უკეთ შევისწავლით, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ და გავაუმჯობესოთ ის პროექტები, რომლებიც დაგეგმილია ჩვენს ჯანდაცვის სისტემაში. დღეს მე და ჩემი გუნდის წევრებმა წარმოვადგინეთ ჰირას ძირითადი ფუნქციები, როგორიცაა განცხადების შეფასების სისტემა, მედიკამენტების გამოყენების მართვის სისტემა, ფარმაცევტული მენეჯმენტის სისტემა და ჯანდაცვის ხარისხის შეფასების სისტემა. მე ვფიქრობ, რომ ჯანდაცვის ეროვნული სააგენტო, ჯანდაცვის სამინისტრო და ჩემი კომპანია შეძლებენ მჭიდრო თანამშრომლობას და მომავალში გვექნება უფრო მეტი მძლავრი ერთობლივი აქტივობები. რუსთავის ბაგა-ბაღებში ბავშვის საუკეთესო ინტერესზე ორიენტირებული ჰუმანური პედაგოგიკის მეთოდოლოგია ინერგება. პროექტი რუსთავის მერის ინიციატივით უკვე 1 წელია ხორციელდება. ამ დროისთვის ცნობილი მეცნიერი შალვა ამონაშვილის აკადემიაში ტრენინგი რუსთავის ბაგა-ბაღების 600-ზე მეტმა თანამშრომელმა გაიარა. კურსი თებერვალში დასრულდება და რუსთავის ბაგა-ბაღების 6000-მდე აღსასრდელი კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის სერვისს მიიღებს. ასეთი პროექტი ჩვენ ცხოვრებაში პირველია. როცა მთელი ქალაქი და ქალაქის სკოლამდე აზრის დაწესებულები ექვემდებარებიან გადამზადებას. ჩვენ მხოლოდ ერთი გზა ვიცით გადამზადების, ეს არის ჰუმანური პედაგოგიკა, სიყვარულის, ურთიერთობის, კულტურის პედაგოგიკა ეს. და ამ საქმით ვიყავით დაკავებული მთელი წელიწადი. ამ პროექტით ჩვენმა აღმზრდელებმა ისწავლეს, როგორ მარტივად დანერგონ სახელმწიფო სტანდარტი ჰუმანური პედაგოგიკის მიდგომით. ეს საკითხები დაგვეხმარა ჩვენ პიროვნულ ზრდაში, რადგან ბავშვის განვითარებაში მოდელირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. კონსერვატორიის მცირე დარბაზში ნორჩი პიანისტების გალა კონცერტი გაიმართა. ღონისძიება ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ ლირას მხარდაჭერით ჩატარდა. მსმენელის წინაშე გრანდიოზული ღონისძიების მონაწილე 10 ბავშვი წარდგა, მათ ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულეს. კონცერტს საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსის და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ფონდი ლირა და მისი დამფუძნებელი ქალბატონი ელისო ბოლქვაძე და მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო მას იმ უმნიშვნელოვანესი საქმიანობისთვის, რომელსაც ის წლებია უკვე ახორციელებს და ახალგაზრდების ხელშეწყობა, მათი მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დიდი საქმე. კონცერტი ეძღვნება პატრიარქის დაბადების დღეს. ეს არის ახალგაზრდა ტალანტები, ახალგაზრდა პიანისტები, რომლებიც თავიანთ შემოქმედებას უზიარებენ მსმენელს და მე ვფიქრობ, რომ ეს ბავშვები იქნებიან მომავალი ვარსკვლავები, რომლებიც თავიანთ ქვეყანას საოცრად ასახელებენ. რამდენიმე საათია TikTok-ი ამერიკის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი აღარ არის. მათ აპლიკაციის გახსნისას ახალი შეტყობინება დახვდათ, სადაც წერია, რომ TikTok-ის გამოყენება ამ დროისთვის შეუძლებელია. შტატებში აპლიკაციის აკრძალვას მხარი სასამართლომაც დაუჭირა. ამერიკის არჩეული პრეზიდენტი კი ამბობს, რომ ინაუგურაციის შემდეგ ის დიდი ალბათობით TikTok-ის აკრძალვას 90 დღით გადაავადებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა NBC-სთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. პირდაპირ ეთერში ვბრუნდებით 6-ზე, მანამდე ყველა მნიშვნელოვან სიახლეს გაიცანით ჩვენს ვებგვერდზე რუსთავი 2.gt.